ცხოვრებაში ყველა ჩვენთაგანს ეუფლება წარსულის შეცვლის სურვილი. ეხ 10 წლის წინ რომ ესე არ გამეკეთებინა სულ სხვანაირად იქნებოდა. ან ნეტა ეს ნაბიჯი არ გადამედგა 5 წლის წინ. ცალკე კიდევ ბავშვობის მოგონებები და ახალგაზრდობის შეცდომების გამოსწორების სურვილი. ცხოვრება კი ალბათ ზუსტად ისეა, რომ გვაიძულებს განუწყვეტლივ საკუთარ წარსულზე ვფიქრობდეთ. რა თქმა უნდა, კეთილი ზღაპრების გარდა, წარსულის შეცვლა შეუძლებელია და გვიწევს ამითი ცხოვრება. ამიტომაც მეგობრებო, გირჩევთ, განთავისუფლდეთ წარსულის დარდებისგან და მიიღოთ საკუთარი წარსული ისეთი, როგორიც არის. აწმოში ჩვენი ყველა ქმედება, ემოციები და ურთიერთობები ჩვენი გამოცდილების პირდაპირი შედეგია. ადამიანი იბადება, იზრდება და ყალიბდება მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისეული გზის მეშვეობით. ცხოვრებაში ყველა გამოცდილება და მნიშვნელოვანი მოვლენა ტოვებს ისეთ კვალს, რომელიც მიყვება თითქმის მთელი ცხოვრება და ზოგჯერ ძალიან გვტანჯავს. აი ზუსტად ამ იდეების გარშემოა აგებული რეჟისორ კოგონადას ეს ფილმი, რომელიც თითქოს და მარტივი რომანტიული ფილმია, მაგრამ ამავე დროს წარსულის დარდების წინაშე ადამიანის ემოციებზე გვიყვება. დიდი, თამამი და ლამაზი მოგზაურობა ამერიკული ფილმია, რომლის რეჟისორიც კოგონადაა, სცენარის ავტორი კი სეთ რაისი. ფილმში მთავარ როლებს ბრწყინვალე მარგო რობი და შესანიშნავი მსახიობი კოლინ ფარელი ასრულებენ. ფილმის პრემიერა 2025 წლის 19 სექტემბერს შედგა. დევიდი, კოლინ ფარელი და სარა, მარგო რობი ხვდებიან ისეთ სიტუაციაში, რომ მანქანაში დამონტაჟებული GPS-ით ფანტასტიკურ გარემოში ხვდებიან საკუთარ წარსულში. ტკბილი ზღაპარი უფროსებისთვის, რომლებსაც ენატრებათ ურთიერთობების რომანტიკა და სითბო. პერსონაჟის ბილიკებზე გაშლილი კარებები დევიდის და სარას წარსულის განსაკუთრებულ მომენტებში აბრუნებს. კოლინ ფარელის პერსონაჟი სკოლის სცენაზე რცხვილის მომენტს განიცდის და საკუთარ წარსულს იხსენებს. ტირილით, სავსე, გულგატეხილი, მოზარდი. მარგო რობის პერსონაჟი კი იძულებულია ხელახლა განიცადოს დედის დაკარგვის დანაშაულის გრძნობა, რადგან ის არ იყო, როდესაც დედა გარდაიცვალა. დიდი, თამამი და ლამაზი მოგზაურობა კარგადაა დალაგებული, ძნელია ზედმეტი კადრის, დეტალის ან ხაზის პოვნა, ყველაფერი თითქოს და მათემატიკურად არის გათვლილი და არაფერს ტოვებს შემთხვევითობისთვის. თავად სიუჟეტიც თანაბარი სიფრთხილით არის აგებული. კოგონადა ამ თანამედროვე რომანტიულ კომედიას ფსიქოთერაპიის პრინციპებზე აგებს და ისეთ უნიკალურ ფსიქოდრამას ქმნის, რომელშიც არასრულყოფილი და ტრამვირებული პერსონაჟები საკუთარი წარსულის ტკივილებს თავიდან განიცდიან, იმეორებენ ან ხელახლა ასახავენ მათ. ფილმი თითქოს და გვეუბნება, რომ ორივე გმირი განწირულია ერთად ყოფნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მარგო რობი და კოლინ ფარელი შესანიშნავი მსახიობები არიან და მათ წარსულში ბევრი მაგარი როლები აქვთ, განსაკუთრებით კოლინ ფარელს, რომლის რამდენიმე ფილმის განხილვაც არის ჩემ არხზე და აბსოლუტურად უმთავრესად სხვანაირ როლებს თამაშობს კოლინ ფარელი. მისი წინაშე სრულებული როლები, რომლებშიც უმთავრესად დეპრესიული, დაკარგული ადამიანის როლებშია. Would you dance at his wedding? You don't dance at weddings. I do in this scenario. Oh, Yeah. okay. We're rewriting the real books. Then we would have danced. ესეთი მარგო რობის წინაშე ალბათ უფრო სხვანაირი სტილის მსახიობი უკეთ ჩაჯდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი როგორც თქვი, წინა როლების გამოა. ესეა მსახიობები, რომლებიც უმთავრესად ერთნაირი სტილის ტიპაჟებს ასრულებენ, ჩვენ მაყურებლებს გვაჩვევენ ამას და მერე უცებ, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებულ როლებში მათ ვხედავთ, ეს ძალიან მოულოდნელი ხდება.
დიდი თამამი და ლამაზი მოგზაურობა წარმოუდგენლად ლამაზი ფილმია. კოკონადას ფილმები ყოველთვის გამოირჩეოდა სინათლის და ფერების სიმდიდრით, ბუნების და არქიტექტურული დეტალების გამოსახულებით. ყურებისაც შეგიძლიათ დეტალურად შეისწავლოთ საოცარი მწვანე მინდვრები, უსასრულო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ატმისფერო ვარდისფერი მზის ჩასვლა. Our social slow, but really, changing.